საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათი 6:30-ია ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 50 წუთის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ საკუთარი აზრები არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან ზოგადად წამოწიოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თემა. ჩვენს ეთერში ყველაფერია დასაშვები შეურაცხყოფის და გინება, ლანძღვა გინების გარდა. იმათვის, ვინც გვისმენს რადიო მიმღებით, მე მინდა გავაჟღერო ტელეფონის ნომერი, ეს არის 557 88 ტელემაყურებელი კი ხედავს ტელეეკრანებზე ამ ტელეფონის ნომერს. მე როგორც ყოველთვის არ ვიქნები, ასე ვთქვათ, ერთგული ჩვენი პოზიციის და ცოტა გადაუხვევ ჩვენს ზოგად ფორმატს, თქვენიც რო ჩვენი ფორმატი იწყება საშინაო პოლიტიკით და გადადის საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ის რაც ხდება მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე პირადად ჩვენი ქვეყნისთვის, ეს უნდა გვესმოდეს. მაგრამ თქვენ, როგორც გითხარით, შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დარეკოთ და ისაუბროთ. მე მინდა წამოვწიო ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის თემა. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც გამოუცხადეს უკრაინას მხარდაჭერა, ოღონდ როგორი მხარდაჭერა დააკვირდით ახლა რას მიაღწია რუსეთმა ამ ომით, რა აღიარა ამერიკა, მოდით ასე ვთქვათ, და რისთვის არიან მზად დღეს ევროპელები. პირველი, ის რისთვისაც ფაქტიურად დაიწყო ეს ომი, ეს არ იყო ძირითადი მიზანი და ისე ძირითადი მიზეზი. იმიტომ რომ ის ჟღერდებოდა როგორც გაჟღერდა როგორც ძირითადი მიზეზი, მაგრამ ჩვენ ხვდებით რომ ძირითადი მიზეზი ეს არ იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზანი კიდე ქონდა რუსეთს ბუნებრივია და ალბათ მიაღწევს იმ მიზნებსაც, მაგრამ ძირითად მიზანს მიაღწია. ამერიკამ აღიარა რომ არასწორი იყო საუბარი იმაზე რომ უკრაინას მიიღებენ ნატოში, მაშინ როდესაც რუსეთი ამბობდა რომ მათთვის ეს არის წითელი ხაზი. ფაქტიურად ამერიკელები დღეს ამას პირდაპირ ამბობენ და ამბობენ რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ფაქტიურად პროვოცირება მოხდა რუსეთის. ევროპელები დღეს ასევე ამ პოზიციას პირდაპირ თუ არა ფაქტიურად დაეთანხმნენ, მაგრამ თავისებურად. ესე იგი მეხუთე მუხლი არ იქნება გამოყენებული პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ თუ კი უკრაინა დადებს, უпроსორად მე ასე ვფიქრობ, რომ უკრაინა დადებს ხელშეკრულებას იმ ევროპულ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან რომ დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ უკრაინას, დადებს ხელშეკრულებას, როგორც დადო მაგალითად ხელშეკრულება თურქეთმა და აზერბაიჯანმა, შუშას ხელშეკრულებას გულისხმობ. ასეთი ხელშეკრულება დაიდება ყველა სახელმწიფო, ევროპულ სახელმწიფოსთან, მათ შორის ამერიკელებიც ამბობენ, რომ ისინიც მზად არიან, რომ დაეხმარონ უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ მას დახმარება დაჭირდება. ფაქტიურად დახმარების მზადყოფნა უკვე არსებობს. მაგრამ ამისთვის ასევე ამბობენ, სულაც არ არის საჭირო, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს უკვე რუსეთისთვის ძალიან დიდი მიღწევა ფაქტიურად და დააკვირდით, რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული თუნდაც 2001 წლიდან, მაშინ როდესაც პუტინის და ბილ კლინტონის შეხვედრა მოხდა. ეს რომ ყოფილიყო გათვალისწინებული იმ წლებიდან, რომ ნატო არ გაფართოვდება და რუსეთს არ შეექმნება გარკვეული საფრთხეები და პრობლემები ამ კუთხით. როგორ განვითარდებოდა მდგომარეობა
და რა გზის რომელ მონაკვეთში ვიქნებოდით დღეს, თუ კი ეს ყველაფერი მოხდებოდა 24 წლის წინ. ამაზე შეგვიძლია ვიმჟელოთ, თუმცა ეს არ არის ძალიან საინტერესო. საინტერესო არის ის, რაც მე გითხარით, რომ ევროპელები უკვე ფაქტიურად არ ითხოვენ იმას, რომ და არ ამბობენ იმას, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ბუნებრივია, რომ იგივე ელოდება საქართველოსაც. თუ კი ჩვენ დავინახეთ და მსოფლიომ დაინახა, რაზედაც ღიად ისაუბრა ბატონმა ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტმა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა საუბარი იმაზე, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, იმიტომ რომ ამან გამოიწვია დიდი კონფლიქტი. მაშინ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოსაც. დიდი შეცდომაა ისაუბრო საქართველოსაც ამ კონტექსტში, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. იმიტომ რომ ესეც იქნება დიდი შეცდომა, ეს ერთი. მეორედ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოზე უკვე აღარც ისაუბრებენ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მალე დაიწყება სამხრეთ კავკასიის რეგიონის გაყოფა. უკვე დაიწყო პრინციპში, მაგრამ ჩვენ ნათლად დავინახავთ ამას უახლოეს პერიოდში. და საქართველო სად აღმოჩნდება და რა პოზიციას დაიკავებს, ეს ძალიან საინტერესოა და ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ზარია ეთერში დარეკეთ ის შემოუშვით. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობის ბატონო გიორგი. საღამომშვიდობის. ხო, ეს პირდაპირ ეს შეხვედრა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. ამას საქართველოს დიდი ფაქტიურად გადაჭერა, იმაზე რომ ტრამპი ფიქრობდა ზანგეზურებს და დაესწრება, იქ ლაპარაკი აუცილებლად იქნებოდა ამ გზაზე, აუცილებლად. ასია თუ ისია, ეს ცუდი რუსი ვერ კარგო აზერბაიჯანს თურქს გიობიან. ნუ გონია ჩვენ თურქები ჩვენი ძმები არიან. ძალიან ბევრი ტერიტორია აღებული. რატო ხალხი მაგაზე ყურადღება ზოგიერთი რომ გამოდის, რატო არ ამახვილებენ ყურადღებას? აი რუსეთს მიხარ, ესა ხარ, ისა ხარ, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს უხმოდ რუსეთი არ ყოფილიყო მაგ ტერიტორიაზე ტრამპი ნამდვილად გააკეთებდა გზას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა პუტინმა იმაზე მაგის საქმეს ფუჭდება ამიერკავკასიაში და საერთოდ კავკასიაში. დიახ, გააგრძელეთ საუბარი. ჩვენ დიპლომატია ისეთი რომ წავიყვანოთ, რომ რუსებთან დავილაპარაკოთ. აი პატრიოტ ალიანსის როიქიან თამადობით. ბატონი თანხმოვანები თქვენ არიან ძალიან გაგებული, ძალიან ძლიერი ხალხი პოლიტიკოსები, უნდა წავიყვანოთ მაგათთან დიალოგი. რუსების გარეშე ასია თუ ისია ჩვენ ვერ გადავჭერთ ამ იმაზე ძალიან პატარა ერი ვარ. ამერიკას კიდე მე სიმართლე გითხრათ არ ვენდობ. ჩვენ გვერდზე ამერიკა არასდროს არ ამდგარ, არასდროს. ას აი ომის დროს, ას ნატოსაც გვატყუებს, რაღაცებია. არ გვატყუებს ჩვენ ქართულ მაგათ არიაში შევიდეთ ჩვენ. ისე მეზობლურად კი არა. ეს მისულა მოსვლა იქნება თუ რაღაცა, ეს შეიძლება, მაგრამ როგორც მაგათ ხოლგის ქვეშ მოეცეთ, ჩვენ ეგ არ გვატყუებს. როგორც რუსეთთან დავილაპარაკო აუცილებელია. შეიძლება ტერიტორიების დაგებულოს რაღაცების სანაცვლოდ რუსეთმა. დაამთავრეთ? კი ბატონო, დაამთავრეთ. დიდი დიდი მადლობა ზარისთვის. მაყურებელს მოუწოდებ, რომ იაქტიუროთ, იმიტომ რომ თქვენი აზრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონს მადლობა ზარისთვის. მე ვეთანხმები, რომ საუბარი რა თქმა უნდა, ალბათ არა, უფრო დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იქნებოდა საუბარი ზანგეზურის დერეფანზე, ტრამპს და პუტინს შორის, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ ვინაიდან ეს ურთიერთობა გაგრძელდა, სავარაუდოდ რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ. მაგრამ ჩვენ ამას გავიგებთ, მალე გავიგებთ ამის შესახებ ყველაფერს ზარია ეთერში.
უპასუხოთ და მერე გავაგრძელოთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, გამარჯობათ. მეკითხა ბატონო გიორგი ახლა იმაზე. და ჩემი აზრით არ დათმობს რუსეთი ამიერკავკასია. თქვენი რა იქნება? თუ რა იქნება? როგორ ფიქრობთ? მე მაგალითად ვფიქრობ ასევე როგორც თქვენ რომ რუსეთი არ დათმობს კავკასიის რეგიონს, მაგრამ დასავლეთ ძალიან დიდი ფული აქვს ჩადებული ასევე კავკასიის რეგიონში, არც ის დათმობს და რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ და მე რომ მკითხოთ მაგალითად, მე მეშინია რომ მოხდება გაყოფა კავკასიის რეგიონის, გავლენების გაყოფა მოხდება, მაგას გულისხმობ. და ეს არ არის მაინც და მაინც კარგი კავკასიის რეგიონისთვის. და ისიც ჩვენთვის მთავარი არის ის, სად აღმოვჩნდებით ჩვენ, ვისი გავლენის ქვეშ აღმოვჩნდებით. იმიტომ რომ მე საერთოდ ჩემი პოზიცია არის ასეთი. ჩვენ უნდა ყველასთან დავალაგოთ ნორმალური, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და არა რომელიმე ერთი ქვეყნის ან ერთი იმპერიის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. სულ ერთია, რომელიც არ უნდა იყოს ის. გესმით ჩემი? კავკასიის ბატონო გიორგი. ვერ გავიგე. მაგალითად, კავკასიას არავის არ მისცემს რუსეთის ტერიტორია. ესე იგი უნდა გავყოს სამხრეთ კავკასია, ხო? ახლა სამი რესპუბლიკა როგორ უნდა გავყოს? რაღაც მე ვამბობ გავლენების გაყოფა, გავლენას. ანუ თქვათ, საქართველოს დარჩა რუსეთის გავლენის ქვეშ, სასომხეთი და აზერბაიჯანი თქვათ გადავიდნენ დასავლეთის გავლენის აღმოჩნდნენ დასავლეთის გავლენის ქვეშ. თუმცა აზერბაიჯანზე თუ ვისაუბრებთ, თურქეთთან ალიანსი აზერბაიჯანს უფრო მეტ მოქნილობას აძლევს. გავლენის თვალსაზრისით სერიოზულ მოქნილობას აძლევს აზერბაიჯანს. ხოდა ეს არის ზუსტად ბატონო გიორგი, თურქეთის ზანგეზური შეკრა ფაქტიურად წარმოიდგინე თურქეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ნახევარკალში ექცევა მუსულმანურში რუსეთი, ხო, მაგას მე მგონი არ დავუძ. ჩემი აზრით რა. მე გეთანხმებით, აქ ძალიან ბევრი სცენარი შეიძლება განვითარდეს. უბრალოდ რაზე უნდა მახვილდებოდეს ყურადღება. იმ მომენტისთვის რუსეთის ინტერესში რა უფრო შედის, სიტყვაზე ვამბობ. რაღაცა რაც კავკასიის რეგიონში აინტერესებს თუ ის რაც აინტერესებს თქვათ სხვა, ანუ მსოფლიოს სხვა რომელიმე წერტილში, რაზედაც მას მოლაპარაკება მოუწევს დასავლეთთან. აქ ცოტა ხო გეუბნებით, სათუოდ არის საქმე, იმიტომ რომ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის, სტრატეგიულად. ასევე არსებობს სხვა წერტილები მსოფლიო რუკაზე, სადაც რუსეთს აქვს სტრატეგიული ინტერესები. აი დათმობა, გაცვლა, შეთანხმება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა იმ მომენტისთვის რუსეთისთვის კონკრეტული რეგიონი. ეს დაგეცული გექნება ბატონო გიორგი. როგორ დავა? როგორ? დიდი შეტაკვა დავა. იქა ჟენეს პიზაბრუტერია რო. უკრაინა პირველ რიგში. შემდეგ აზერბაიჯანი და მერე ვარ ჩვენ. აი სამეული არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაში. ხოდა მაინც რატომ ზრუნია რომ აი მიმდებარი ბუფერ რუსეთი შეინარჩუნდა. აი სორომელი უნდა იყოს რა. სირია კი შეიძლება ახლა ლატაკინა და აკრაუნდა ვანია შეიძლება ის აი სირიას დავიწყოს ორი. განსაკუთრებით მე არ მეგულება სოფლებს ეს ერთი რომელიც მეტად აინტერესებს. ვიდრე ამერიკაზე. თქვენ ალბათ გახსოვთ რომ ბევრი წლის წინ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდეს როგორც ამერიკული ბაზები, ასევე რუსული ბაზებიც. გახსოვთ ხო ალბათ პროექტი, რომელიც გაჟღერდა, მაგრამ შემდგომ არ შესრულდა.
ის რომ არ შესრულდა ამას გარკვეული მიზეზი აქვს, ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება აი ზუსტად საქართველო იყოს გამოყენებული როგორც ბუფერული ზონა, როგორც რუსეთისთვის, ასევე ვთქვათ დასავლეთისთვის. და რამდენად, აი მე იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვისაც არის სერიოზული საფიქრალი. რამდენად დასაშვებია, რომ რუსეთი გახდეს ბუფერული ზონა რუსეთის იმპერიისთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის და თუნდაც ამერიკის როგორც იმპერიისთვის. აი, რამდენად ჩვენთვის ეს არის სასარგებლო, იმიტომ რომ ერთის ხრივ ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის უსაფრთხოება პირველ რიგში, მაგრამ მეორეს ხრივ იმას კონკრეტული ვალდებულებებიც მოყვება. შეეცდებიან, რაც შეიძლება სხვადასხვა ნაციონალობით დაასახლონ საქართველო, რაც შეიძლება მეტი უცხოელი შემოვიდეს საქართველოში. ეს იმ მომენტში თუ კი ეს ბუფერული ზონა იქნება, ეს შევა ინტერესებში როგორც ერთ მხარის და ასევე მეორე მხარის ინტერესში. და ჩვენ ინტერესში შევა ეს, რა თქმა უნდა, არა. ნამდვილად არ შევა. ნამდვილად არა. არა, რა თქმა უნდა არა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი ნეიტრალიტეტი, ანუ უნდა გამოვაცხადოთ და უნდა გავხდეთ ნეიტრალურები და შევინარჩუნოთ ეს ნეიტრალიტეტი ისე რომ არ დავძაბოთ ურთიერთობა არც ერთ ქვეყანასთან. ეს მეზობელი იქნება თუ ოკეანის მიღმა მაცხოვრებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ნეიტრალიტეტით ამას შევძლებთ. ყველაზე კაი ვარიანტია ეგ არის, რა თქმა უნდა. კარგი, მადლობა დადამიგე. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა ზარისთვის. მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ მსჯელობთ, ვაანალიზებთ არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, თქვენ რეკავთ, გვაცნობებთ თქვენს აზრებს ამ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი აზრი შეიძლება იყოს არასწორი, ან შეიძლება იყოს ერთადერთი სწორი აზრი, იმიტომ რომ ასეთი ჯერჯერობით არ არსებობს, ვინაიდან ყოველ დღე მიდის ცვლილება, როგორც პოლიტიკურ მდგომარეობაში, ასევე თვითონ პოლიტიკოსების ცვლილება მიდის, იცვლებიან პოლიტიკოსები. დღეს თუ ერთმა პოლიტიკოსმა რაღაც განცხადება გააკეთა და რაღაც პოზიცია დაიჭირა, ხვალ შეიძლება უკვე თავის თანამდებობაზე არ იყოს და ის, ვინც მას შეცვლის, სულ სხვა აზრს აფიქსირებს. ამიტომ უბრალოდ გავცვალოთ აზრები და ვიმსჯელოთ, გავაანალიზოთ მდგომარეობა. ზარია ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ. ისა ბატონო გიორგი. დიახ, გისმენთ. იცით ძალიან გივა რომ საქართველოს ასე დარჩადუწნე. იმიტომ რომ რაცერციან ამ რუსებს, რუსები როცა იყო, პროდუქტი იყო საღი, მე სამხედრო ნაწილში ვისაუდი, ეზურგეთის რაიონში სამხედრო ნაწილი ავიაცია იყო. მაშინ იყო მეგობრობა, სიყვარული, სიახლე, ახლა სად არის? არ გვინდა ჩვენ ახალგაზრდები და ისინი ხალხი, რომელიც ნათმახოთებით და უზრდელობით წამოიშვება. არა, ჩვენი საქართველო ჰალალი, მართალი და გულსაგი ხალხი იყო და მე გეტყვით ლექსკეთი ახლა 300 პოლიცად ეს შეიძლება 300 პოლიცად მაგრამ გაწმალა რომ ფინანსურად დაგეკახა ახალზე პუბლიკ ამოგეფარა ჯანასტესი გაწლოკებდა სადარად ოხრაკანძებო გამომიარე სამოსანხებო შემოაჭარა დღეს როცა ცხოვრებამ წადგა ცხოვრება წაღმა დაატრიალე დაგამარჯვების წითელი დროშა აჭარი საზღვი ააფრიალე მაშინ იყო მშვიდობა და სიხარული გიორგი ატამა გიორგი ახლა რა არის პრობლემი რუსეთიდან რომ ყველი ქრისტა და ჟესტის ყველი სადა ის პროდუქტები არის რა ასამცრება დაკრაჭკული ატამ შამილ ამოთ არ მინდა ვიდობა შატსვა და უცნობაში დავაღამეთ მის სიცოცხლე
მალატაუნსლერი ჩხარი გაჭირებული. სუდათ მესმის ხმა ცოტა სხვანაირად დაიჭირეთ ხურმილი და ისე ისაუბრეთ. ეს აჩემი ხმელი. რომ დარჩენ სამშობლო იყოს ისეთი აღარიქი დასადინე პაშკაცი აკორკაცის მოყარა კლების გამბრალება კლები პრმეთში ნაცი შუდ საჩენდა საქართველო დიდი მადლობა ზარისთვის ძალიან ცუდად ისმოდა წყვეტილად ისმოდა თქვენი ხმა მე ვფიქრობ რომ მაყურებელსაც ასევე ეს ცუდად ესმოდა ხმა მაგრამ ზოგადად გასაგები იყო პრინციპში რაზედაც საუბრობდით ჩვენს გვინდა ისეთი საქართველო ვიხილოთ როგორზეც თქვენ საუბრობდით ანუ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი არც ადათი არც ჩვენი სიმტკიცე ეს ქართველობა არ დაიკარგოს რომელიც მოგვდევს უკვე მრავალი საუკუნეები ზარი ეთერში დაიკარგოს აბა გისმენთ ისაუბრეთ ალო დიახ გისმენთ მე ვარ თქვენ ხართ კი გამარჯობა ბატონო გიორგი მოგესალმებით ისიც რა ბატონო იმდენად ფიქრობ რომ თქვენ ხშირად გიხურებთ და მიყვარს თქვენი ესა ტელევიზია და თუ ფიქრობ და შევიდეთ რა თუნდაც ამ ქვეყნეს ტერიტორიები თავიანთი არ ყოფილით მანდამაინც ომი უნდა მანდამაინც ტერიტორიები უნდა მანდამაინც ხალხი ხოსვა უნდა ეს არ მოდიჭებამდე ამ ხმის გადივარ უკვე შვილო და დაწვდარზე რადგან ეს ომი გასო დაიწიონ თავიანთ ტერიტორიებზე არ სახებთ ამ სახელმწიფოებმა მასა უფროსებმა შეიგნონ რომ არ გვინდა ომი და რაკიან გაჩერდნენ თავიანთ ტერიტორიები იმყოფინონ ასეთები ხვალობენ ჩას გამოიკერებია რა თუნდაც ეს ტერიტორიები ვერ გამიგია კაცო თქვენ რუსეთზე ამბობთ ხო ქალბატონო არის მოკლედ რა ხმერთო შვიდობა ხელი და რუსეთს გულისხმობთ იმიტომ რომ თავიდან რომ დაიწყო შვიდობა ყველგან მოიცი აბა რა თქვა ტელეფონით ხო გესმის გაიგონ გააგებიოთ რომ არ დამხარველებს ომის წენ კაცო დაგვაყენონ წენთვის ქალბატონო ტელეფონით გესმით ჩემი ხმა ვეიქცი ჩამიკლე თიკა და რაღა უნდა და დამარებონ თავი გესმით ჩემი ხმა ქალბატონო გაიციშა მაყურებელს მინდა ვთხოვო როდესაც რეკავთ ტელეფონით მესაუბრეთ გათიშეთ ან დაუწიეთ მიმღებს ტელევიზორი იქნება თუ რადიო ტელეფონით მესაუბრეთ ტელეფონში თქვენი ხმა ბრუნდება მაგრამ ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას ჩემ ხმას მოусმინეთ და მესაუბრეთ დიალოგში შემოდით ნუ ცდილობთ მარტო ისაუბროთ მე გავცემ პასუხს რაში ჭირდება რუსეთზე იყო საუბარი ალბათ გავცემ პასუხს მაგრამ ზარია ეთერში ჯერ მოусმენ მაყურებელს გამარჯობა გიორგი მოგესალმებით ძალიან უცნაური აზრი მინდა გითხრათ დიახ პირველი ის რომ გაიხსენეთ დაინტერესება შტატების კრიტიკულად საინტერესო და მნიშვნელოვანი მეტალების შეძენაზე დონბასში და დონეცკში ხო მინერალები კი ბატონო ხო ლითონები მინერალები ლითიუმი მათ შორის კი ბატონო როდესაც ამას მიაღწევენ შტატებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთში მიაღწევს ამას შეგრულებას თუ უკრაინასთან ამიტომ ითხოვს მათ შეხვედრას ვიზავი და ამის შემდეგ იქნება სულ სხვა სიტუაცია. ყირიმზე საერთოდ არავინ აღარ ლაპარაკობს და ეხლა თუ 2 წუთს არც კი დამჭირდება მაცლით, მე გეტყვით უცნაურ რაღაცას. ძალიან ბევრს გონია რომ ჩვენი ტვირთები შემცირდება. არ შემცირდება. არანაირად არ შემცირდება. ზანგეზურს კონტროლებენ ამერიკელები როგორც თქვენ. რუსეთმა უკვე დაივიწყა სასონხეთი და აზერბაიჯანი დაივიწყა რა გაგებით რომ აღარ აინტერესებს მან უკვე ჩააბარა პატრონს ისინი აბსოლუტურად ხო ხვდებით რას ვამბობ ჩააბარა აღარ აინტერესებს თქვენ ამბობთ ხა მინდა გითხრათ უცნაური რამ ჩემი ხმა არ ესმის მაყურებელს ერთი ტექნიკოსებს მინდა ვთხოვო ახლა მე რომ საუბრობ მაყურებელს არ ესმის ჩემი ხმა ერთადერთი ქვეყანა
რომელსაც უნდა დაუტოვოს ევროკავშირში შესვლის საშუალება, ეს რჩებით ჩვენ და დეტყვით რატომ. არ ვიცი დაკვირვები ხარ თუ არა თბილისში მცხოვრებ რუსებს 400,000-ია მგონი უკვე, ნუ 60-ში არიან. არ არსებობს კურორტი, სადაც ისინი საკმაო რაოდენობით არ არიან. ყველა კაფე, ყველა აგარაკი, ყველა კუთხე, ყველა რეგიონი აბსოლუტურად ათვისებული აქვს. ტექნიკური ჯგუფს ვეუბნები და არ შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ როდესაც მე ვსაუბრობ, თქვა, მისი ხმა შეწყდეს და მოისმინოს ჩემი ნათქვამი. აი ხო ტექნიკურ ჯგუფს ვესაუბრები, ტექნიკური ჯგუფი მაწვდის ინფორმაციას, რომ მაყურებელს პრინციპში ესმის ჩემი ხმა, მაგრამ როდესაც თვითონ საუბრობს, უფრო დაბალ ხმაზე ესმის. მაყურებელს ვთხოვ, ყურადღებით იყავით, როდესაც საუბრობთ და რაღაც კითხვას სვავთ, იყავით ყურადღებით, რომ მე შეიძლება შემოვიდე დიალოგში. და ნუ ცდილობთ უბრალოდ ისაუბროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვარ მიჩვეული დიალოგს და არა მონოლოგს. მე ყოველთვის ვაძლევ მაყურებელს საშუალებას, რომ ისაუბროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდი დიალოგი გავმართოთ. რა გინდათ ეს მონოლოგები? მიუხედავად იმისა, რომ სწორად საუბრობთ, ყველაფერი კარგად არის, შევიდეთ ამ დიალოგში. ზარია ეთერში. გამარჯობათ. მოგესალმებით. ქართული ანდაზა შეჩეული ჭირი ჯობია, შეუჩვევენ ჭირსო. დიახ. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს კავკასიას. 32 წელი იბრძოდა კავკასიისათვის და ბოლოს გრიგოლ ორბელიანმა ჩაამარა. არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, კიდევ ვიმეორებ, ქართული ანდაზა შეჩვეული ჭირი ჯობია, შეუჩვევენ ჭირსო. ჩვენ რო ვიცნობთ რუსებს, არავინ ისე რუსებს არ იცნობს. რუსეთი ჩვენ რო გვიცნობს, არავინ ისე არ გვიცნობს. მეათე საუკუნიდან ერთათავად. ამიტომ რუსებს კარგი ჩვენთვის არავინ არ არის. თქვენი პოზიცია გასაგებია ბატონო. მაგალითად ქალბატონმა დარეკა და თქვა, რომ რუსეთმა უკვე დათმო აზერბაიჯანი და დათმო სასომხეთი. ეს გასაგებია. ახლა ქალბატონთან მინდოდა რომ შევსულიყავი დიალოგში და სამწუხაროდ ან ტექნიკური გაუმართავობა იყო, ან თვითონ ქალბატონს უბრალოდ არ ესმოდა და გააგრძელა თავის ნათქვამი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ბატონებო და ქალბატონებო. თუ შემოდიხართ პირდაპირ ეთერში, მზად იყავით იმისათვის, რომ დიალოგი გავმართოთ, დიალოგი ერთმანეთთან. აი ხო, მაგალითად მინდოდა მეკითხა ქალბატონისთვის, რომ საქართველოზე რას ფიქრობს? თუ რუსეთმა დათმო აზერბაიჯანი და სასომხეთი, საქართველოზე რუსეთი რას ფიქრობს? აი საინტერესო იქნებოდა იმ ქალბატონის პასუხი. მეორე ქალბატონმა დარეკა, რომელმაც თქვა, რომ რაში ჭირდება ამდენი ტერიტორიები რუსეთს, იმიტომ რომ, ყველაზე დიდია მსოფლიოში, ხო, რამდენია? 17-ზე მეტი, 17 და რაღაცა მილიონი კვადრატული კილომეტრია რუსეთი პოლიტიკურ რუკაზე. ეს არის აღიარებული, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები რუსეთს 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი. საქართველო არის 69 და რაღაც 70-მდე, 70,000 კვადრატული კილომეტრი და რუსეთი არის 17 მილიონი, ხო? ანუ 240 ჯერ უფრო დიდია ვიდრე საქართველო, წარმოიდგინეთ. ზარია ეთერში. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ. ბატონო გიორგი, დღეს რო რუსები შემოდიან, ეს არ არის მე-18 საუკუნის გულუბრყვილო გლეხი რუსი ან ასე შემდეგ. დღეს ისინი აღწურვილი არიან ჩვენი სიძულვილი. მათ უკან დგას მძლავრი რუსეთი. ეს არის ანექსია. ჯერ ერთი დაკავებული აქვს ჩვენი საკმაოდ დიდი ტერიტორიები, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარდა კიდევ აქვს დაკავებული. და ისინი მოდიან უკვე აღწურვილი სხვა გზნობით, ჯერ ერთი ფულადი.
მე სულიერი და ჩვენ თუ რაღაც ზღვარი არ დავაწესეთ, მე რუსისტები არა ვარ. ყველა მიყვარს თავის ქვეყანაში, მაგრამ დამიტოვეთ ერთი გოჯი ჩემი ქვეყანა მივმართავ მთავრობას, თქვენ რა უნდა დამიტოვოთ ბატონო გიორგი, მე მთავრობას მივმართავ. ეს არის პაკისტანელი, ინდუსი თუ ასე თუ არაბი, რომელიც ბიზნეს არავენთან აქვს შექმნილი ის კარფური და ვიცოდით რომ ბოლოს მაგათი უკვე გავხდებოდით და დამიტოვეთ მე ერთი გოჯი ჩემი საქართველო. ერთი გოჯი ვარ რუსებისთვის და რა შეეხება რა თუნდა რუსებს ჩვენი მიწა მათი არც ერთი მხარე ჩვენი საქართველოს მსგავსი არ არის და ძალიან კარგად იციან ამის ფასი. Haide, magat moguispes, abkhazeti, magat socha, magat teli სამხრეთ საქართველოს თურქეთს მაგათ მისცეცა ფაქტიურად მე როგორ თვიცი ყირიმშია გაცვლილი და ასე შემდეგ და მოდით ქართველებო აზრზე მაგრამ ის რომ ვინმე შემოთ ვინმე გავაგდოთ ვინმე ასე ჩვენ კანონიერად ვიყვეთ დაცული რუსეთმა როცა მიიღო კანონი თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ სხვა სახელმწიფოში აი მაშინ სოფლიოს უნდა ამოეყო ხმა და ეს კანონი ამერიკისთვის კი არ მიიღო მეზობლებისთვის მიიღო ჩვენი სანაებისთვის მიიღო ხვალ ვეღარ დაიცავს სახელმწიფოს ამდენი რუსი რო შემოა ერთმა რო იყვილოს შემოა რუსის ჯარი და გეტყვის მე კანონიერად ვიცავ შემოქალაქესო და საქართველოზე რომ მარტო რუსეთს არ უდგას თვალი და ბევრს უდგას ესეც ვიცით ბატონო გიორგი და ასეთი განძი ასეთი ქვეყანა როგვაჩუნა ჩუკა უფალმა ღვთისმშობელმა და ასე შემდეგ ცოტა დაკვირვება გვინდა და ჭკვიანურად გვინდა ქვეყნის მართვა ასე ზეპირად რუსი ურჩევნია ეს ურჩევნია რუს ურჩევნი ხარ შენ რუს ფიქრობ მაგას რას არ გვეძახიან და მაშინაც რას არ გვეუბნებოდნენ მაგრამ ჩვენ ვართ ამტანიერი მოწმენიერი ღვთისმიერი ავიტანოთ მაგრამ ზომიერ დონემდე მე არ ვეჩი რუს არაფერს ვერ გავალ ქუჩაში ბევრი მეგობარი მხარს ბევრი კარგი ადამიანი მაგრამ ზღვარი დავიცვათ ყველგან არაბთანაც თურქთანაც და ასე შემდეგ ბათუმი თურქეთ რუსეთ აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანს ქვემო ქართლი ჩვენ რა მითხარით ხალხო კი ბატონო მაგრამ უყურეთ საუბარი თავიდან საუბარი იყო იმაზე რომ რუსეთს აქვს თქვა 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი და რაში ჭირდება სხვა მიწა-წყალი თქვენ რო ამბობთ რომ იმიტომ ჭირდება რომ რუსეთს მსგავსი სილამაზე და მსგავსი ტერიტორიები როგორც არის საქართველო არ აქვს ნუ ამაში ვერ დაგეთანხმებით კრასნოდარის ოლქი და მე შემიძლია ბევრი დავასახელო სადაც არის ძალიან ლამაზი ბუნება ძალიან ნოყიერი მიწა რა ვიცი ყველაფერი კარგი აქვს რაც ჩვენ გვაქვს იგივე აქვს თქვა რუსეთს იგივე და ჩვენი არ უნდა ბატონო გიორგი არა უყურეთ მე სხვა რამეს ვამბობ ქალბატონმა როდესაც დასვა ეს კითხვა მან იგულისხმა რაში ჭირდება რუსეთს თქვა უკრაინაზე რომ უკრაინაში რომ შეიჭრა და აღიარა დონეცკი და ლუგანსკი ხო ანუ ეგ იგულისხმა ქალბატონმა რაში ჭირდება ომები რაში ჭირდება რუსეთს ომები სხვა სახელმწიფოებთან ტერიტორიის გამო როცა ამხელა ქვეყანა მე უბრალოდ პასუხი მინდოდა რომ გამეცა იმ ქალბატონისთვის და მე უკვე თქვენ დარეკეთ და თქვენ შემოგიშვით რუსეთს კი არ ჭირდება ტერიტორიები ნამდვილად არ ჭირდება ეს ტერიტორიები ძალად რომ კიდე დაიპყროს რომელიღაც სახელმწიფოები და საკუთარი ხალხი ხოცოს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ისეთი უარყოფითი სახელმწიფოს იმიჯი შექმნას მსოფლიოში. არა, ეგ არ ჭირდება. უბრალოდ, როდესაც საუბარი მიდიოდა, რომ უკრაინა უნდა შევიდეს ნატოში და უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს სამხედრო ბაზა ნატოსი, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა უკვე რუსეთის უსაფრთხოებას. რაზედაც რუსეთმა არაერთხელ გააკეთა განცხადება და არ მოისმინეს ეს განცხადებები და გააგრძელეს საუბარი იმაზე რომ ხვალზე უნდა მივიღოთ და ასე შემდეგ 2014 წელს როდესაც მოხდა ყირიმის მიერთება რუსეთზე რეფერენდუმი ჩაატარეს თუ რა ქნეს ამას მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ
გამაგრებითი სამუშაოები ტარდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ უკრაინა რეალურად ემზადებოდა ამ ომისთვის. უკრაინა კი არა, დასავლეთი ემზადებოდა ამ ომისთვის. და წინასწარვე დასავლეთმა კარგად იცოდა, რომ ნატოს მხარდაჭერა ყველა შემთხვევაში დაჭირდება უკრაინას. ოღონდ ნატო კი არ შევა ამ ომში, არამედ ნატოს ქვეყნები, ნატოს წევრი ქვეყნები დაეხმარებიან ყველანაირად უკრაინელებს. და თქვენ იცით, რომ ერთი პერიოდი იქ ჩადიოდნენ ფრანგებიც, ჩადიოდნენ ინგლისელებიც, მე მეომრებს გულისხმობ. გენერლები ასევე ჩადიოდნენ, რომლებიც მართავდნენ სხვადასხვა პროცესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მცდელობა იმის გაგების, თუ რამდენად მართლა ძლიერად არის რუსეთი, რამდენად მზად არის რუსეთი, რომ მაგალითად ხვალ რომ დაიწყოს ომი ნატოს ქვეყნებთან, რისთვის არის მზად რუსეთი. მე მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს გვერდში დაუდგა ჩინეთი, რუსეთს გვერდში დაუდგა ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა გასაგებია და ასე შემდეგ და მიხვდნენ, რომ მსოფლიო გაყოფილია და არ იქნება ბრძოლა მხოლოდ რუსეთთან, თუ კი დაიწყება ბრძოლა ნატოს და რუსეთს შორის, ნატოს ქვეყნებს და რუსეთს შორის, მარტო რუსეთი არ იქნება ამ ომში. ეს დაინახეს და აქ უკვე უკან დახევა გახდა საჭირო. უკან დახევისთვის სახე რომ არ დაკარგოს არც ერთმა მხარემ, უნდა მოიფიქრო გეგმა, თუ როგორ უნდა გამოიყვანო ეს ქვეყნები ომიდან. ამიტომ ჩაერთო ეხლა ამერიკა, ჩართულები არიან ევროპელი ლიდერები, ტრამპი სხვათა შორის განცხადებებიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ ტრამპს უნდა რომ შეიძინოს სახელი ადამიანის, რომელიც მართლა ამთავრებს ომებს და რომელმაც გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე. ის ამაზე არაერთხელ საუბრობდა, ამაზე საუბრობენ მისი კოლეგები და მეგობრები და თვითონ ტრამპიც პოზიციონირებს. ეხლა ის რო თქვა, რომ 64-ში მოხვდებიო და რაღაცა, გასაგებია, გაიხუმრა, თუმცა ყველა ხუმრობას რაღაც პატარა ნაწილი ხუმრობისაა და დანარჩენი სიმართლეა. ადამიანს მართლა სურს, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ომი დაამთავრა, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ეს არის მისი მიზანი და მე რომ მკითხო ადამიანისთვის, რომელმაც ბევრი ფული იშოვა ამ ცხოვრებაში, სხვა არაფერი არ დარჩენია, როგორც შევიდეს ისტორიაში, როგორც კარგი ადამიანი. ეპითეტებს მოუფიქრებთ, როგორც კარგი ადამიანი. არა, ერთი წამით მე დავამთავრებ და მე თქვენც ისაუბრებთ. ამიტომ ტრამპის პოზიცია ჩემთვის გასაგებია. დღეს რუსეთი არ ცდილობს, რომ დაიკავოს ტერიტორია. მაგალითად, რუსეთს საქართველო არ ჭირდება, მაგრამ რუსეთს ჭირდება საქართველო როგორც ბუფერული ზონა. იმიტომ რომ თუ კი საფრთხე დაემუქრება აქეთ ამ მხრიდან, ხო, ანუ კავკასიის მხრიდან რუსეთს, მთელი საქართველო ჯერ მთელი საქართველო მიიღებს ამ დარტყმას თავის თავზე და მხოლოდ შემდგომ, როცა უკვე მოემზადება რუსეთი პასუხის გასაცემად, მე უკვე მივა რუსეთამდე. ბუფერული ზონა, ანუ ზონა, რომელიც დროს აძლევს რუსეთს მოსამზადებლად და პლუს გარანტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განლაგდება არც ერთი უცხოური ბაზა, სამხედრო ბაზას გულისხმობ და ბუნებრივი არც ერთი იარაღი, რომელიც ადვილად მიაღწევს რომელიმე დიდ ქალაქს და დაბომბავს საქართველოს ტერიტორიიდან. ანუ უსაფრთხოებაზე ზრუნავს ფაქტიურად რუსეთი ამ ეტაპზე. და ეს აშკარად ჩანს. ისაუბრეთ ქალბატონო. ბატონო გიორგი. დიახ. რუსეთი იყო მოსკოვის ოლქი. და ამოდენა ტერიტორიები აქვს. რუსეთი რო დამხრობელია, ეს მსოფლიოსთვის არის ცნობილი და არც საქართველოზე არც შემთხვევაში უარს რო არ იტყვის და დღეს ანექსია მიდის ომის გარეშე. თქვენ თუ გახსოვთ და მე არ ვშტები, მე მგონი 2008 წლის ომის შემდეგ ნობელის პრემიაზე იყო პუტინი წარდგენილი. მე საერთოდ ვიზახი, როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ, რუსეთი და ამერიკა ჩვენი გულისთვის ერთმანეთს არ დაეტაკება. ჩვენ კიდე აღფრთოვანებული მაპატიესა ვირის აღფრთოვანები დავიწყეთ. პროპინი ეს მოგვეხმარება, ის მოგვეხმარება, ერდოგანი ჩვენი მეგობარია. ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენ დავაწესოთ ზონა, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, იარაღი ჩვენ ვერ დავიცვათ. არც ერთი ბაზის ადგილი საქართველოში არ არის. ეს უნდა იყოს სრულად აღიარებული მსოფლიოსთან დემოკრატიული
ქვეყანა ნეიტრალური არ შეიძლება ჩვენ ბაზების ტერიტორია არ გაგვაჩნია და ყველა როგორ არ ვითვალისწინებთ რომ თავის ჩონგურზე უკრავს თავის სასარგებლოს აკეთებს ყველაფერს და ჩვენ რატომღაც თუ გაგვიცინეთ ეს ევროპელი ეს ამერიკელია ის ყველა ადამიანია და დიპლომატია გვაკლია ერეკლეს მერე ჩვენ დიპლომატია არ აქვს და ყველამ ჩავიხედოთ ყველას გონია რომ აი ღმერთის შემდეგ ეგ არის ქართველი ერთი ქართველი თითოეულს გონია თავისთავად ეხლა რო უთხრა რომელიმეს ვაშინგტონს შენ ჯობი ხარ რომ ვიყოს ჯობი ვარ აბარაო კენედის და ყველას არ ესეთი პრინციპები გვაქვს და ჩავიხედოთ ჩვენ თავში რა გვაქვს და რა ვისწავლეთ ჩავიხედოთ თამარ მეფის ტრაქტატებში და ასე შემდეგ ეს ჭირდება ქვეყანა ჩვენ დავიწყებული გვაქვს ჩვენ მონოფასას მივეცნეთ და ველოდებით ხსნელსა ხსნელი ყავს ღმერთი მაგრამ ხელი გაანძრია ქალბატონო მე გეთანხმებით უნდა ის რომ მოსამთავრობა მოგვეხმაროთ ასეთი მთავრობა რომელიც არაფერს ვიკეთებს არაფერში არ გვჭირდება კი ბატონო მე გეთანხმებით ქალბატონო მე იმაშიც მე თავიდან გადაცემის თავში მე ვთქვი რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოიყვანს მდგომარეობიდან ჩვენ გვჭირდება ნეიტრალიტეტი რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც 10-15 წლით და მე ვნახოთ შეიძლება გავაგრძელოთ შეიძლება არ გავაგრძელოთ ჩვენზე იქნება დამოკიდებული მე უბრალოდ რუსეთზე როდესაც ვსაუბრობ მე ვხსნი რუსეთის პოზიციას თუ რამდენად ჭირდება რუსეთს აი თქვენ ამბობთ რომ დაიპყრობს საქართველოს არა მე ამაში ვერ დაგეთანხმებით რუსეთი რომ დამყრობელია მე ვიცი და რომელიმე იმპერია დამისახელით რომელიც არ არის დამყრობელი რა ამერიკა არ არის დამყრობელი არ დაიპყროს სხვადასხვა ქვეყნები რა ევროპული ბატონო გიორგი და იმიტომ უნდა იყოს ხილად ხო და მე რას ვამბობ რა ევროპული ქვეყანა რო ეხლა დავასახელოთ ჯერ თავიანთ კოლონიებს ფლობდნენ ეხლა კოლონიებზე უარი რო თქვეს გავლენა კი არ დათმეს გავლენები დარჩათ ეგ ერთი მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ ყველა არის დამყრობელი უბრალოდ რუსეთი ამ ეტაპზე იბრძვის იმისთვის რომ უსაფრთხო პოზიციები თავისი უსაფრთხო პოზიციები შეინარჩუნოს ანუ საფრთხე არ დაემუქროს ხვალ ზეგ თუნდაც ნატოს ალიანსის მხრიდან ამისთვის იბრძვის დღეს საქართველოს დაპყრობა რუსეთს არ ჭირდება აი პირდაპირ გეუბნებით არ ჭირდება რუსეთს ჭირდება საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა და საქართველოს მხრიდან მზად ყოფნა იმისათვის რომ რამე რომ იყოს რუსეთს არაფერი არ დაემუქროს საქართველოს მხრიდან ეს საკმარისია რუსეთისთვის იმისთვის რომ იცოდეს რომ აქეთა მხრიდან მას არაფერი საფრთხე არ დაემუქრება მაგრამ ჩვენს გვჭირდება გონიერი მთავრობა რომ მე გეთანხმებით და ის რასაც თქვენ ამბობთ რომ ძალიან ბევრი შემოდის რუსი თქვათ უკრაინელი სხვა ქვეყნებიდან მუსულმანური ქვეყნებიდან შემოდის ძალიან ბევრი ხალხი რასაკვირველია რომ ამას უნდა მიექცეს ყურადღება და კონკრეტული რაღაც კორექტირება უნდა შევიდეს კანონში და ეს საზღვრები ჩაიკეტოს, ოღონდ სრულად კი არ ჩაიკეტოს, არამედ რაღაც ლიმიტირებული განსაზღვრული რაოდენობა შემოვიდეს წლის განმავლობაში, ოღონდ იმასაც უნდა დააკვირდეს ქვეყანა, რამდენი გავიდა იმის შემდეგ, რაც შემოვიდა. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სტატისტიკურად უყურებთ, რომ შემოვიდა 2 მილიონი, გავიდა 1,5 მილიონი და ის დანარჩენი, რომელიც დარჩა, სად არის, რას აკეთებს, რითი სუნთქავს, ფაქტურად ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, როგორ არ არის? ეგ სახელმწიფოს პირველ რიგში უნდა იყოს საინტერესო, იმიტომ რომ თუ ის ხალხი იკავებს სამუშაო ადგილებს, ეს უნდა აღკვეთოს ხელისუფლებამ, ვინაიდან ეს სამუშაო ადგილები ამ პატარა ქვეყანაში ისედაც სადაც არ არის ბევრი სამუშაო ადგილი. ეკუთვნის ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, მოდით ასე ვთქვათ. საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის და დღეს ძალიან ბევრ სფეროში მუშაობს უცხოელი, რომელიც ქართულადაც კი არ ვერ საუბრობს. ტელეფონზეც რო გირია იმ კურიერი შემიძლია კურიერის მაგალითზე გითხრათ რომ გირე ეკავს, იმიტომ რომ ვერ კითხულობს ქართულად, რომელი სართულია, რომელი სადარბაზოა, რომელი ქუჩაა, გირე ეკავს, ინგლისურად ცდილობს რომ დაგელაპარაკოს, ჯერ ერთი სულაც არ არის საქართველოს მოქალაქე ვალდებული რომ იცოდეს ინგლისური და ის მაინც ინგლისურად ელაპარაკება,
ზოგს ესმის, ზოგს არა და ზოგმა ინგლისურიც კი არ იცის, მე კურიერს გულისხმობ, ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან, რომ ინგლისურათაც ვერ ლაპარაკობენ ნორმალურად, როცა რეკავ კომპანიაში და ეკითხები, რატომ ყავთ ასეთი სერვისის მომწოდებლები, გეუბნებიან, რომ პოლიტიკაა კომპანიის ასეთი, რომ ყველა უნდა მივიღოთ და ყველას მივცეთ უფლება რომ იმუშაოს და მაშინ უკვე კითხვა ხელისუფლებასთან, შენ სად უყურებ ხელისუფლება რო ხარ? შენ სად უყურებ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი როგორ შეიძლება სერვისის დარგში მუშაობდეს, ისე რომ ქართულ ენას არ ფლობდეს? აი ისმის კითხვა უბრალოდ, მაგრამ ამ კითხვაზე არავინ არ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ამ სერვისების მფლობელები თავად ხელისუფლებასთან შეკრულები არიან, ან ხელისუფლებაში არიან. ეგ არის ყველაზე დიდი ტრაგედია დღეს ჩვენი ქვეყნის. ის რომ ბატონო გიორგი, ინტერნეტში რა ხდება? ქართულად უკვე იშვიათად რეკლამა თუ რაიმე. კი ბატონო, თუნდაც ეს აიღეთ, ხო უნდა აკონტროლებდეს ამას ხელისუფლება. რატომ არ აკონტროლებს? ხალიათ მე ამისთვის. დიახ, იმიტომ რომ თავისი ინტერესია ჩადებული, მათი ინტერესებია ეს ყველაფერი. დიახ. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. და რასაც არანაირი კანონი არ გვაძლევს უფლებას რომ აკონტროლოთ. ყველა ინდულგენცია მიცემული აქვს მათ. აი ეს არის, ეს ყოველთვის მოსდის სახელმწიფოს, როდესაც ხელისუფლებაში არის ერთი მართველი პარტია, აი პირდაპირ გეუბნებით, ერთი მართველი პარტია, რომელიც ნებისმიერ კანონზე ხელს აწერს ისე რომ კითხვა არ უჩნდება. კი, მაგრამ ამ კანონის მიღებით საქართველოს რამე შეემატება პოზიტიურს გულისხმობ. თუ პირიქით დააკლდება ერთი ადამიანი არის, რომელიც ამ კითხვას დასვავს, იმიტომ რომ როდესაც ერთი პარტია მართავს, თქვენ გახსოვთ კომუნისტური პარტია როგორ მართავდა და კომუნისტურ პარტიაშიც კი ხდებოდა, ბევრჯერ ხდებოდა ერთმანეთთან პოლემიკები. მე ხანდახან უყურებ ხოლმე მათ შეხვედრებს და იმ YouTube-ზე არის ძალიან ბევრი მასალა ძველი გადაღებული და რო ვაკვირდები და ვუყურებ, ერთმანეთთან მოსდიოდათ პოლემიკა. მათაც კი მოსდიოდათ ერთმანეთთან პოლემიკა და რაღაცას ცდილობდნენ, რომ რაღაცა კარგი შეექმნათ. კანონის ჩარჩოებში ჩამსარიყვნენ. კი ბატონო და აქ პოლემიკაც კი არ მიდის. როგორ? დღეს არანაირი კანონი არ ზღუდავს ამ ინდულგენცია მინიჭებულ ხალხს. კი ბატონო, სამწუხაროდ. ასე. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. ყოველთვის ასე ამოვნო, როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელსაც გულის ტკივა იმ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და თანაც არამხოლოდ გულის ტკივა, არამედ მცოდნე ადამიანია და სწორად აყალიბებს საკუთარ აზრს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო კავკასიის ცენტრი. ყველასთვის იყო კავკასიის ცენტრი. ეს თქვენ ყველამ კარგად იცით. მაგრამ დღეს არის მცდელობა, რომ ჩააჩოჩონ საქართველო და შეიქმნას სულ სხვა გამავალი გზა, სასომხეთზე გამავალი გზა თურქეთში და ევროპაში, თუმცა ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ სიტყვაზე ვამბობ, მარტო რომ საქართველო ჩააჩოჩონ, არა, ამ შემთხვევაში საქართველოზე არც არავინ არ ფიქრობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზანგეზურის კორიდორის შემთხვევაში იგებს თურქეთი. აი ზოგს ხო გონია, რომ აზერბაიჯანი იგებს, თქვა სასომხეთი იგებს, გარკვეულწილად ბუნებრივია ფული შეზდით, მაგრამ იგებს თურქეთი, იმიტომ რომ თუ კი ეს ყველაფერი დაალაგდა, თურქეთიდან ევროპაში შედის ყველა ტვირთი, შედის ნავთობი, შედის ბუნებრივი აირი. თურქეთი ხდება გამანაწილებელი ხაბი, რომელიც აკონტროლებს ამ მიმართულებას და ვინც აკონტროლებს კონკრეტულ მიმართულებას, ბუნებრივია, მას შეუძლია რაღაც ულტიმატიურ ენითაც კი დაელაპარაკოს ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ უკვე არაერთხელ ვიხილეთ თუ როგორ ესაუბრება თურქეთი, თუნდაც შეერთებულ შტატებს, ხო? ანუ ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, ზანგეზურის დერეფანი თურქეთს კიდევ ერთ და ძალიან ძლიერ ბერკეტს აძლევს იმისათვის, რომ გარკვეული კონტროლი მოახდინოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც იღებს ევროპა და ევროპული ქვეყნები თურქეთის ან საწინააღმდეგოდ, ან სასარგებლოდ. და ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ
ჩვენ რა ადგილი გვიკავია ამ სქემაში. არანაირი თუ ეს მოხდება, ერთადერთი რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ისევ მოვიზიდოთ ყურადღება ჩვენკენ და რაღაც ბერკეტები არ დავკარგოთ, ეს არის ღრმა წყლოვანი პორტის აშენება, სადაც მაგალითად პანამაქსის ნაირი გემი შევა და შემოიტანს ტვირთს. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ბუნებრივია რუსეთისთვისაც და მე ვფიქრობ, ეხლა ბევრი აზრი მოვისმინეთ, რომ რუსეთი არ დათმობს კავკასიას, რუსეთი ამას არ გააკეთებს, იმას არ გააკეთებს. მეგობრებო, ის რაც თქვენ გონიათ, რომ არ უნდა რუსეთს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის ძირითადი რუსეთის ინტერესი. ის რაც არ სურს, თქვათ, ამერიკელებს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისი ძირითადი ინტერესი, აი არ მსურს და არ ამ პირიქით მსურს და მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. არა, მასე არ არის. იმ კონკრეტული მომენტისთვის ბუნებრივია, რომ ხანძლივ პერსპექტივაში გადახედავენ თავიანთ ინტერესს, როგორც დასავლური ქვეყნები, ასევე რუსეთიც ბუნებრივია და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ რუსეთი სრულად არ დათმობს, ან დასავლეთი სრულად ჩაიგდებს ხელში კავკასიის რეგიონს. არა, აქ შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება, გარიგება და მთავარი არის ის, ამ გარიგებაში ჩვენ რა ადგილს მოგვიჩენენ. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავიწყებთ სწორ საგარეო პოლიტიკას, რომ ამ ადგილზე ჩვენთან ერთად მაინც მოხდეს საუბარი და ჩვენი ინტერესი იყოს დაცული. ეს არის მთავარი. დღეს ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, კიდე ბევრ რამეზე შეგვეძლო საუბარი, მაგრამ დრო არის დრო და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ორშაბათს, მომავალ კვირას ორშაბათს, ვიქნები ეთერში ჩემს კოლეგებთან ერთად 8:30-დან 10:30-მდე. ახლა კი გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.